აი რა არის ძალიან დიდი მადლობა აჩქოს კონკრეტულად ახლა ამ სიუჟეტისთვის, იმიტომ რომ მე ვწუწუნებ რომ საცობებში მანქანაში ვზივარ, თუმცა ძალიან დაკავებული დღეებია და გარშემო თურმე ჩქეფს ცხოვრება და ახლა რამდენი რაღაცა ვნახე, სადაც უნდა წავიდე რომ ბავშვთან ერთად გავერთოთ. კარგით, კიდევ ერთი ადგილი გითხრა რაღაც კულტურული და ძალიან კარგი მიზანთან ერთად დროის გასატარებლად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, ნინო სურგულაძის ფონდი ნატრის ხე და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი წარმოგიდგენთ გრანდიოზულ კონცერტს მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით და რუსუდან გიორგაძე უფრო მეტ დეტალს სწორედ ახლა მოგვიყვება. ჩემს უკან ხედავთ როგორ გადის რეპეტიციას აფხაზეთის კაპელა. აფხაზეთის კაპელა 9 იანვარს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება. ისინი ერთ-ერთი იქნებიან, რომლებიც საქველმოქმედო ორგანიზაცია ნატრის ხის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებენ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მონაწილეობას. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოდიან მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ერთ-ერთი იქნება დირიჟორი კარლო პონტი, რომელმაც მუსიკალურ სამყაროში უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი როგორც ძალიან წარმატებული და ნიჭიერი დირიჟორის სახელით და ის აღარ არის უკვე ცნობილი მხოლოდ თავისი სახელგანთქმული მშობლების გამო, სოფი ლორენსა და კარლო პონტის გამო. ასევე ამ ღონისძიებაში ერთ-ერთ მონაწილეობას იღებს ჩვენი სახელგანთქმული მომღერალი ნინო სურგულაძე, რომელიც ახლა ჩემი სტუმარია და ქალბატონო ნინო, გთხოვთ შემოგვიერთდით. შუადღემშვიდობის. უფრო დეტალურად გითხარით თუ ვინ იღებენ მონაწილეობას და რა მიზნებს ემსახურება ეს კონცერტი? მაშ ასე როგორც თქვით, ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდების კაპელა აფხაზეთის, ასევე მეც მივიღებ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, იქნება თბილისის ოპერის ორკესტრი სიმფონიური და ასევე ინსტრუმენტალური ბენდი. ჩამოდის ალესანდრო საფინა და ის შეასრულებს თავის ძალიან ცნობილ ჰიტებს, ის ძალიან ცნობილი ოპერის მომღერალია, მაგრამ უფრო პოპ ოპერის ვიტყოდი. თემ სოფლიოში უამრავი დისკებია გაყიდული, ძალიან ბევრს უყვარს, ძალიან ბევრი ფანი ყავს და დარწმუნებული თბილისში ძალიან ბევრი ფანი ეყოლება, მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც ჩამოვა და მიიღებს მონაწილეობას ესეც საპასუხისმგებლო ღონისძიებაში, როგორც არის რომ დაეხმაროს ჩვენს ბავშვებს. ასევე ანა რუსნერი ჩელისტი ელექტროშელოზე დაუკრავს ძალიან ცნობილ მელოდიებს და გვასიამოვნებს თავის არაჩვეულებრივი გარეგნობით და პროფესიონალიზმით. ასევე იქნება ოლივერ პული, პიანისტი, რომელიც ბევრმა შეიყვარა საქართველოში, ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ დიდი ბიოგრაფიის მქონე უკვე. ასევე იქნება ენჯელ ბლუ, მის ჰოლივუდი 2005 და კალიფორნიის ასევე სილამაზის კონკურსის ფინალისტი, მაგრამ რაც თავად ძალიან კარგი მომღერალი და არაჩვეულებრივი პიროვნება, ჩემი კოლეგა, რომელიც მაესტრო დომინგოსთან ერთად სხვათა შორის უკვე 11 და 12 წლებში ახლა სულ ქონდა მსოფლიო ტურები. ასევე იქნება კარლო პონტი, როგორც თქვენ თქვით და რა ვიცი, ჩვენი მთავარი თემა ის არის, რომ ვერთიანდებით ყველა მთელი საზოგადოება. ანუ განსაზღვრულია ვისთვის შეგროვდება ეს? დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის 4 ბენეფიციარი, მაგრამ ჩვენი იმედი გვაქვს, რომ მეცაც დავეხმარებთ ეს დამოკიდებული აბსოლუტურად იმ შემოწირულობაზე, რაც შემოვა კონკრეტულად 9 იანვარს 21 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. იყიდება უკვე ბილეთები სალაროებში და ასევე ticket G-ზე, ასე ვთქვათ, ინტერნეტთან შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩვენი გენერალური სპონსორი არის ძალიან კარგი კომპანია სოკარი და მადლობა მათ. ჩვენი მედია პარტნიორი რუსთავიორია და მადლობა რუსთავიორს და ყველა საინფორმაციო საშუალებას, რა თქმა უნდა, TBC მუდამ ჩვენს გვერდით არის, ასევე SEU და Trojan American Airways-ი და რომში იქნება ოფიციალური მასპინძელი. მას შესაძლოა ვემზადებით მართლა სასიამოვნო და დასამახსოვრებელი კონცერტისთვის. არაჩვეულებრივი ვარსკვლავები, ამაღლებული განწყობა და არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული მიზანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევწევთ. იქნება ოპერეტები, იქნება საესტრადო ცნობილი ჰიტები, დუეტები თუ სიმღერები და ასევე იქნება ოპერა, თავისთავად ცნობილი არიები და ყველა გემოვნების, ყველანაირი გემოვნების მსმენელს შეუძლია მოვიდა. ყველა გემოვნების მაყურებელი, მე ვფიქრობ, რომ დაინტერესდება და მაყოფილის დარჩება. მე მჯერა ამის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. მე კი ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ საქველმოქმედო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 9 იანვარს 21 საათზე დაიწყება. ძალიან მაგარი კონცერტი გვერდით. ხო, ახლა ვიფიქრე, რომ თოვლის ბაბუა საჩუქარიც კარგი იქნება ეს ბილეთი. რასაკვირველია. ძალიან კარგი. ეს ნაწილი დასრულდა ჩვენი გადაცემით. საახალწლო ფინანსურ შეერთებას და კიდევ ვერ საინტერესო რამეს ნახავთ სულ სხვა ხანში რეკლამის შექმნა.